ყოველი დღე ამბავშვებით იქნება სიყვარულის დღე. ყოველი დღე სიყვარულისაა. ასე ერქვა საღამოს, რომელიც კულტურის სახლისა და მსახიობ ნატალი ყიფშიძის ორგანიზებით ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში გაიმართა. სმენელის წინაშე პირველად წარსდგა ახალგაზრდული ბენდი ლევონ რუსიას ხელმძღვანელობით. ჩემთვის სიმბოლურია 15 აპრილი, იმიტომ რომ ახალგაზრდობა, მომავალი თაობა და ჩემი თაობა გვინდა არ გვინდა, კი ვიცით რომ ყოველი დღე სიყვარულის დღეა, მაგრამ დღევანდელ დღეს რაღაცნაირად სიხარულით ვხვდებით. დღეს არის ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბენდის პირველად მაყურებლის წინაშე წარსდგინება არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც მართლა დიდი სიყვარულით უკრავენ დღევანდელ საღამოს და მღერიან და დიდი მადლობა მათ პედაგოგებს. ყველა დღე ყოფილიყოს ყველა ბოლნისელის და სრულიად საქართველოსთვის სიყვარულით განათებული დილა. ორი თვეა რაც ნამეცადინები გვაქვს რეპეტიციები. ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, აი ძალიან მაგრარი ბავშვები არიან. აქტუალებას ვერ მალავ ხოლმე რეპეტიციებზე უფრო ჩანს ვიდრე ეხლა ხელაუდნენ ბავშვები, მაგრამ უფრო უკეთესი გამოვიდა 10 ჯერ მაინც ვიდრე ჩვენ ველოდებოდით. მესამე თვეა, რაც ბოლნისის კულტურის სახლში ახალგაზრდულმა ბენდმა დაიწყო ფუნქციონირება. ბენდი უახლესი ინსტრუმენტებით აღჭურვა მუნიციპალიტეტის მერიამ და მოყვარულ მუსიკოსებს თანადგომა აღუთქვა. 3 თვის მანძილზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა რამდენიმე ნომერი მოამზადეს და 15 აპრილს ბოლნისელებს პირველი კონცერტი წარუდგინეს. ძალიან ლამაზი, კრეატიული და რაც მთავარია ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო საღამოა. 3 წლის წინ ჩვენც უმღეროდით ამ სცენაზე და ძალიან მიხარია რომ ეს ტენდენცია, რასაც ხია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბენდი, არ დაიკარგა და ისევ ახალი თაობა მოდის და აგრძელებენ. ლამაზი საღამო შედგა. მადლობა ორგანიზატორებს, ნატალია ყიფშიძეს, კულტურის სახლს და ვფიქრობ რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს ასეთი ღონისძიებები. სიყვარულის დღეა და ყველას უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ღონისძიებამ გვიანობამდე გასტანა და ფოიერვერკით დასრულდა. ახალგაზრდებისათვის კი მოწვეული დიჯეი უკრავდა.